რაც ეხება დიასულა ქველიძეს, მან ასე ვთქვათ, უროლოგიასთან ერთად შეათავსა ეს ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, ასე დავარქმევდი მე ამას, როცა ერთ ადამიანს თავისი ხელის მის სხეულთან, სხვის სხეულთან მიახლოებით შეუძლია ისეთი განცდების აღძვრა თავის თავში, რომელიც მაკურნებელად ზემოქმედებს მეორე ადამიანზე. Когда я был в Болгарии, там я предложил этот метод Джуны в поликлинике. В поликлинике мне, значит, мою лекцию они приняли нормально и привели нескольких больных. А после этого, что было, как было, это расскажет нам доктор Талия Беличинова, которая в Болгарии рядом со мной все время работала. Она видела это чудеса через Джунины руки, что я делал. Хочу поблагодарить доктор Сулагвелидзе, который сделал такие чудеса в Народной Республике Болгарии. Люди стали ходить, стали видеть, стали слышать. И все это я увидела своими глазами. Фиксировали все это? Да, фиксировали, записывали. И это было чудо. ძალიან დიდი ხნის მერე გააკეთა აკადემია, მის სახელობის აკადემია, ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია. და ჩემი დამსახურებისათვის ამ აკადემიის ნამდვილი წევრობა მომენჭა. ბატონო კოტე, პირველ რიგში მინდა თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თქვენ მომეცით საშუალება თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ, გავიხსენოთ ეს დიდებული ადამიანი ჯუნა დავითაშვილი. და მადლობა რომ არ კარგავთ ინტერესს ჯუნას მიმართ. მე ვისაუბრებ როგორც ვიღაცა ვინც იცის გადმოცემით ჯუნაზე, არა როგორც ოჯახის წევრი, რომლის სრულფასოვანი წევრი გახდა ჯუნა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა რომ ესეთი დიდი პიროვნება გახდებოდა. ესე იგი დღემდე ეს ჯუნას ფენომენი რჩება საკამათოდ, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ იმ ეპოქაზე, როცა იყო სრული სტაგნაცია, არ არსებობდა არც ღმერთი, არც ეკლესია, ყველაფერი მისტიკური და ზებუნებრივი რჩებოდა. ესე იგი იდუმალებით სავსე და მაგაზე არ ლაპარაკობდნენ, ყველაფერი იმალებოდა და ამ დროს გააჩნდა ქალი, რომელიც თავისი ზებუნებრივი ესე იგი შესაძლებლობებით ესე იგი შეძრა ქვეყანა. ესე იგი შეიძლება ეხლანდელი ახალგაზრდები დიდად არც იციან ვინ იყო ჯუნა, რა პიროვნება იყო, ან შეიძლება იციან გადმოცემით, მაგრამ ჩემი თაობის ხალხი კარგად ჩემი თაობის ხალხს კარგად ახსოვს რა ბუმი ატყდა თბილისში როცა ყველაფერი ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ მისტიკაზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო. მე თავიდან შემიძლია ვთქვა გავიცანი ჯუნა, როცა ჩემმა ძმა მოიყვანა ჩვენთან სახლში გასაცნობად. დავხდით მე და დედა, მამა არ იყო სახლში, გამოძახებული იყო სამსახურში, შემოვიდა მაღალი, ტანადი, ლამაზი, ესეთი შავი თმები ჰქონდა, მივაქცია ყურადღება მის თითებს, ძალიან გრძელი თითები ჰქონდა, ახსმული ბეჭდები, ძალიან უყვარდა ესეთი დიდი ბეჭდები, რუსულად პერსტენს რო ეძახიან, პერსტი. ესე იგი შემოსვლისთანავე ისე უცებ უშუალო დამყარა კონტაქტი ჩვენთან, რომ ისეთი სტაბილიზება დაგვჭა, რომ 100 წელი ვიცნობდით მაგ ქალს. ძალიან უშუალო იყო, ძალიან ბუნებრივი, არანაირი შებოჭილობა, არანაირი დისკომფორტი არ შექმნება. ეხლა რო გითხრათ ხო, ჩემმა ძმამ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, ესე იგი ცოლად მოყვანა. ეხლა რო გითხრათ, რომ მამა ჩემი შეხვდა დიდი აჟიოტაჟი და ოვაციები და არა, მამა ჩემი იყო კომუნისტი კაცი, ძალიან მაღალი პარტიული
თანამდებობები ეკავა და ესე იგი თქვენ მოგეხსენება თბილისში როგორ არის ყველა ერთმანეთს იცნობს ეხლა რო გაიგო რომ ვიღაცა უცნობი ადამიანი ჩამოსული ასირიელი ჩამოსული მოკლედ არავინ არ იცნობდა მას ვინ იყო მერე კიდე რო გავიგეთ რომ ბარმენი იყო კაფე მეტროში ნუ მოკლედ ასე თუ ისე ჩემმა ძმამ მიიღო გადაწყვეტილება მოიყვანა ცოლად ქორწილი გადაიხადეს მთაწმინდაზე არსენას ქუჩაზე სადაც ბებიაჩემის სახლი იყო ქორწილი იყო ესეთი არა ქართulis და არა ქართulis იმიტომ რომ ჯუნას ეცვა რაღაცა ბოშური ტანსაცმელი ფეხსაცმელი გაიხადა დაიწყო ცეკვა თამაში სიმღერა მოკლედ ძალიან ისეთი თავისუფალი ქალი იყო მოკლედ აი ყველა მიცოდა შეეძლო შეეგინებაც ესე გინებით მიემართა ადამიანისთვის მაგრამ ძალიან ძალიან კეთილი ადამიანი იყო. ჩემს მიმართ იყო განსაკუთრებული შემილია აი მართლა ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ იმდენად მიცავდა ყველაფრისგან, აი დამცველი იყო ჩემი. რაღაცა გამიჭირდებოდა ყოველთვის გვერდით მედგა. ნუ მოკლედ აი ვიყავით, რა ვიცი, აი დებივით ვიყავით და თან ყოველთვის ჰქონდა მაგისი იმედი, რომ ყოველთვის ყველაფერში დამეხმარებოდა. ძალიან უყვარდა ჩემი ძმა, აი განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა მოსკოვში რო გადავიდა, შეინარჩუნა ჩვენი გვარი დავითაშვილების, თუმცა ეხლა მაინდა-მაინც ეს ქართული გვარი რუსეთში მაინდა-მაინც დიდი პოპულარობით ასარგებლობდა, მაგრამ მაინც დავითაშვილად დარჩა. ეხლა რა შემიძლია თქვა კიდე, ესე იგი, ეს მოხდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატო არის სასწაული ისეთ ეპოქაში, როცა ადამიანები, ესე იგი, ეს აი კამათის თემა იყო უკვე რომ დაიწყო თავისი მოღვაწეობა, იყო კამათის თემა, იმიტომ იყო ნაწილი, ვინც ძალიან სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ ეს არის ოსტატი შარლატანი, მეორე ნახევარი ეყრდნობოდა შედეგებს და როცა მართლა ადამიანს შველოდა და ის ადამიანი განიკურნებოდა, ის რა თქმა უნდა უკვე მაგისთვის რჩებოდა როგორც სასწაულ მოქმედი, აი სხვა ახსნა მაგას არ ჰქონდა. ქალბატონო მარინე, როდიდან აღმოაჩინა ჟურნა მის ნიჭი რაც მას ჰქონდა? იცით რა არის, თავისი ნიჭი პირველად თბილისში ყოფნისას გამოაჩინა და როგორ გამოაჩინა, აი მოვიდა მეზობელი, ხო? მეზობელს ჰქონდა მაგალითად მეჭეჭები ხელზე. ეხლა ჯუნამ ჯერ თავისთვის არ ჰქონდა, ესე იგი, ახსნილი რა ხდებოდა შინაგანად, მაგრამ ეთყობა რაღაცა კარნახობდა და უთხრა იმ ადამიანს, მოდი მოусმენო ხელებსო. აი ეს რაღაცა ხელების მოძრაობით მოუჩინა ამ ქალს ეს მეჭეჭები. ამ ქალმა უთხრა სხვა მეზობელს, ესე იგი, როგორც ხდება რუსულად არის ძალიან კარგი ფრაზა სარაფანე რადიო, ჯაჭვური რეაქცია, როცა ერთმანეთს გადასცემენ, ხო? ეს მეორეც მოვიდა, იმას თავის ტკიოდა, მაგასაც უშველა, კიდევ მოვიდა ვიღაცა რაღაცა ისა ჭრილობა ჰქონდა, სისხლი გაუჩერა და აი აქედან უკვე დაიწყო მის მიმართ ინტერესის ზრდა, ესე იგი. აი ეს ერთი მეორეზე გადაცემით. მაგ პერიოდში მუშაობდა მეტროში და პარალელურად უკვე დაიწყო ხალხმა მასთან მოსვლა. ესე იგი, იმდენად გაიზარდა ეს ინტერესი, მაშინ ცხოვრობდნენ პავლოვის 28 ნომერში, სადაც მე გავიზარდე, დავიბადე, ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ და ესე იგი, ძალიან სასაცილო ფაქტი იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი იმ პერიოდში. მოვედი სახლში, სადარბაზოში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ რიგი არის ჩვენი სადარბაზოდან, ეხლა რო ეძახიან შანხაის დასახლებას, შანხაიამდე იყო რიგი. და ამ რიგში იდგნენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ესე უკვე პარტიული ელიტის და ისეთი ცნობილი ადამიანები, მხატვრები, მსახიობები და მინდა შესვლა და არ მიშვებენ, მეუბნებიან ქალბატონო რიგი დაიკავეთო.
ვეუბნები ავდივარ ჩემს მშობლებთან შემიშვი. მოკლედ არა, ნუ მაშინ ტელეფონები არ იყო, რაღაცნაირად მეზობელი გამოვიდა, რაღაცნაირად გავაგებინე, ესე იგი რომ მე მოვედი. ნუ მე უკვე თვითონ ჩამოვიდა, აღარ მახსოვს ჯუნას ახლა არ ეცალა და ჩემი აი ესე ამიყვანეს. ხო, ეხლა რა მინდა თქვა, რა ჩემ თვალნათლივ ხდებოდა. ესე იგი როცა ატარებდა ამ ხელებით, აი თავისი манипуляციებს, ხო, მოძრაობებით, ხალხი ამბობდა, რომ გრძნობდნენ რაღაცა სიმხურვალეს, გრძნობდნენ რაღაცა ჩხლეტას, აი თითქოს დენში ატარებდნენ. და თვითონ ჯუნა ამბობდა, ადამიანი რომ მოდიოდაო, აი ბატონი ლევანის დაამტკიცებს, მაგრამ ის ხედავდა თავზე აურას. და ამბობდა გააჩნია რა ფერის იყო ის აურა. თუ ის იყო ცოტა ამღრეული და ცოტა შეფერილი, ესე იგი ადამიანს აწუხებდა რაღაცა. თუ ის იყო უფრო სუფთა, ესე იგი ის ადამიანი ნუ მეტნაკლებად ჯანმრთელი იყო. და რაღაცა რენტგენებით ხედავდა ყველა. ეს მაგისი სიტყვებით გადმოცემით, ესე იგი რაც ამბობდა თვითონ ჯუნა. აი როგორც იყო რენტგენი. შეგვიძლია შევეხოთ ბატონ გია სულაქველიძისა და ჯუნას მეგობრობას და ჩვენ კარგად ვიცით რომ ბატონი გია ჯუნას მოწაფეც იყო. კი ბატონო, მე ბატონი გია გავიცანი, როცა გაეროში მუშაობდი, მანამდე მე არ ვიცნობდი და იმისფერი უკვე ძალიან ხშირი შეხება მქონდა ბატონი. ის ძალიან საინტერესო უნიკალური ადამიანია, მასაც გააჩნია როგორც ჯუნას აი ეს ბიველები და როგორც ვიცი, ერთად აპირებდნენ და მე მგონი შექმნეს კიდევაც რაღაც ნაწილობრივ აკადემიის აი შექმნას. ხო, მოსკოვში, მაგრამ აქაც აპირებდნენ, თბილისში, მაგრამ სამწუხაროდ არ დაეცალათ, იმიტომ ჯუნა გარდაიცვალა. ბატონი გია მოდიოდა მე მიყვებოდა, რომ უკვე რაღაცა პროექტიც იყო, უკვე მოლაპარაკებების დონეზე იყო, მაგრამ მოხდა აი ეს რაღაცა და ჯუნა გარდაიცვალა და ეს პროექტი უკვე აღარ ვიცი, უკვე დასრულდა თუ არა, ანუ დასრულებამდე მე მგონი არ მისულა. ჯუნას ტრაგედიაზე მინდა შეგეკითხოთ, შულთან დაკავშირებით. იცით რა არის, ჯერ მინდა სანამ ტრაგედიას შევეხებით, მინდა აღნიშნო ესეთი ფაქტი. ნუ ეს თბილისური მისი საქმიანობა, ეს ჩვენ განვიხილებ, მაგრამ როგორ მოხდა მოსკოვში. ესე იგი, ბაიბაკოვი იყო ესეთი გოსპლანის თავმჯდომარე, ძალიან დიდი პიროვნება, რომელსაც აღარ გაუხდა მეუღლე. ძალიან ცუდად იყო მეუღლე და ექიმებს უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ვერ შველოდნენ. მაშინ რომ ვიღაცამ ეს კი ჩაუჩურჩულა ყურში, რომ აი თბილისში არსებობს ესეთი პიროვნება, ასირიელი ქალი, რომელიც სასწაულებს აღწევს. ნუ ეხლა ბაიბაკოვი კი იყო კომუნისტი პარტიული, მაგრამ როცა ოჯახის წევრს ეხებოდა მithumetes მეუღლეს, ეგრევე გადაწყვიტა დაუკავშირდა ესე იგი საქართველოს ხელმძღვანელობას და სთხოვა, რომ თუ შეიძლება ეს ქალი აი ესე ჩამოვიდეს. მაგ დროს ჩემი ძმა იყო ბატონი ედვარდ შევარდნაძეს რეფერენტი, პირადი რეფერენტი და უთხრეს ჯუნას აი ესე და ასე ბაიბაკოვს ძალიან უნდა რომ შენ ჩახვიდე მოსკოვში. მაგრამ ჯუნა ძალიან ამაყი იყო და უთქვია რომ არა მე არ ვაპირებე ჩასვლას, თვითონ ჩამოვიდე და წამიყვანონო. ჩამოვიდა მთელი კომისია იქიდან და მოკლედ აი ესე წაიყვანეს მოსკოვში და თვითონ ამბობდა меня увезли под конвоем, ესე იგი უკვე გრძნობდა რომ რაღაცა ეთყობა საერთოდ ძალიან ბევრი რაღაცა იწინასწარ მეტყველა, მაგალითად ტალკოვის სიკვდილი, მაგალითად ვისოცკის სიკვდილი, მაგრამ წინასწარ ესე იგი ხედავდა ადამიანის ბედს. რო ჩაიყვანეს მოსკოვში, არ ვიცი თუ გაინტერესებთ ეს პერიოდი თუ არა და გავაგრძელოთ ჟურნალზე, ფილმი ჟურნალზე. მოსკოვში რო ჩავიდა, ესე იგი დაეხმარა მაქავს. რამდენიმე თვეში, მე მგონი 2 თვეში ამ ქალბატონის ორგანიზმი სრულიად აღსდგა. და
ეს კაცი დარჩა შოკირებული იყო. იმდენად შოკირებული იყო, რომ გადაწყვიტა, რომ იცი რა, ეს მართლა რაღაცა ფენომენია და მოდი, ესე იგი, ეხლა პარტბიუროს წევრები უკვე ხანში შესულები იყვნენ და გადაწყვიტა, ჩვენ დაგვეხმარა, სხვასაც დაეხმარება და ამიტომ გადაწყვიტეს ესე იგი რამენაირად რომ დაეტოვებინათ მოსკოვში არ უნდოდა, მაგრამ ისეთი პირობები შეუქმნეს არბაძე მისცეს დიდი შენობა. მოკლედ მთელი ისეთი ესე იგი ადამიანი გახდა ყველას თვალში, რომ უკვე ყველა პოლიტბიუროს წევრები ყველა უკვე მოდიოდნენ მასთან და თუმცა უკვე თბილისში იყო როგორც პერსონა ნონ გრატა, იმიტომ რომ მთელი სამედიცინო სამყარო აღსდგა მის სკეპტიკურად უყურებდნენ, ამბობენ არა, არ დაუჯეროთ, არ მიხვიდეთ და 1000 ისა რა ქვია იბეჭდებოდა სტატიები, რომ ეს არის შარლატანი, ეს მოკლედ აი ესეთი სიტუაცია იყო. მოკლედ ასე თუ ისე დარჩა ჯუნა მოსკოვში, ისეთი დააწესებული გრაფიკი ჰქონდა, იმდენი ხალხი მოდიოდა, ჩამოდიოდა სხვადასხვა ქალაქებიდან, საზღვარგარეთიდან, რომ ეს რა თქმა უნდა ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ოჯახის დანგრევაში. ჩემმა ძმამ არ მოინდომა იქ და გადასვლა, მაგას ჰქონდა აწყობილი თავისი კარიერა, თავისი საქმე, მოხდა ესე, რომ მაგენი დაშორდნენ. რაც ეხება ვახოს მის შვილს, ეს რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედია იყო. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომ ეს მაგან ვერ მოინელა ეს. ესე იგი ვახო, მე არ ვიცი, იცით რა არის, ზუსტი ინფორმაცია არსებობს ოფიციალური ვერსიები და არაოფიციალური ვერსიები. დიდი განსხვავებაა მაგალითად. მე მაგ დროს უკვე თბილისში ვიყავი, ჯუნა მოსკოვში იყო. ჩემთვის როგორ არ ეცალა, სულ მეპატიჟებოდა, მეუბნებოდა, ჩამოდი ჩემთან მარინა, ჩემთან იცხოვრე, ყველანაირ პირობებს შეგიქნი, მაგრამ ეს ვერ მოახერხე. და რო ჩავდიოდი ხო ყოველთვის აჩუქრებით, მოკლედ თან ყვებოდა. ხო და რისი თქმა მინდა, აი რა მოხდა, ესე იგი ამ ტრაგედიის რა მოხდა, როგორ დაიღუპა, მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ მის მერე ჩაიკეტა საერთოდ, სახლიდან არ გადიოდა. არავისთან კონტაქტი არ აქვს. მე ვიცი რამდენიმე წელი სრულ სიბნელეში იჯდა სახლში, ეს ერთხელ რო ჩავედი მაგ პერიოდში, აი ყველაფერი სიბნელე იყო სახლში, არ გადიოდა არსად, ერთადერთი ჩემთან ახლა კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ არავის არ უშვებდა სხვას. ხო და აი ამან ესე იგი ყველა შველოდა, მაგრამ როგორ ჩანს ესეთი ადამიანები თავის თავს მაინც ბოლომდე ვერ შველიან და ვერ გადაიტანა ეს და უკვე თვითონაც უკვე დაიღუპა. თქვენ იცით როგორც დაიღუპა და რა მოხდა. მაგრამ რა მინდა კიდე რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აი ამ მისტიკამ გაიმარჯვა მარქსის ლენინიზმზე, იმიტომ რომ ეს ის პერიოდი იყო, რომ ვინ იფიქრებდა, რომ ქალი ამ თავისი ზებუნებრივი აი ესეთი მართლა შესაძლებლობებით აი ესე დაამსხვრევდა ყველანაირ მითებს და ლეგენდებს და ამიტომაც დარჩა დღემდე ნამდვილად ქალი ფენომენი, ქალი ლეგენდა. ამ ფენომენს ესე იგი და ეს საქმე დაიყვანა ესე იგი სამეცნიერო დონეზე. იმიტომ რომ მე მახსოვს მაგი რომ მიიწვიეს მოსკოვში ესე იგი ლაბორატორიაში, მეცნიერებათა და აკადემიის ლაბორატორიაში, მან მოუწყვეს მთელი გამოცდა, ესე იგი 1000 ექსპერიმენტი ჩაატარებინეს. იქ მე მახსოვს რაღაცა ბაყაყის გული ამოუღეს, რომელიც ისე იგი გააჩერა, მე გააცოცხლა, ეს ცნობილი ფაქტია. და იმდენ ხო რაღაცა 1000 აპარატურა დაუწმეს და ეს კი რა მოხდა, იცით? ამ მაგისი ხელების იმითი გამოვიდა მწყობრიდან ის აპარატურა. და აი და იქ მუშაობდნენ გარკვეული ფიზიკოსები, მათემატიკოსები, გაუგნებულები დარჩნენ. უკვე იძულებულები იყვნენ და ესე იგი აღიარათ ეს ფაქტი, რომ ეს იყო ფენომენი. მე უკვე დაიწყეს მეცნიერებმა ამის შესწავლა და დაარქვეს კიდევაც ფენომენ
D, ანუ უკონტაქტო მასაჟი, ჯუნას ფენომენი. ფილმსაც ასე ქვია, ჯუნა ადამიანი ფენომენი. ფენომენი. ეს იყო ქალი ლეგენდა ჩემთვის დარჩება ყოველთვის როგორც უსაყვარლესი, უთფილესი. აი არ ვიცი რა, მე ძალიან უყვარდი და მიყვარდა ძალიან. სად არის დასაფლავებული ჯუნა? დასაფლავებული არის მოსკოვში ისა ვაგაიკოვსკაია კლუბის როგორც მე ვიცი, მან არის დასაფლავებული. და როგორც ვიცი, ბრეჟნევის ჯუნამ გადაარჩინა. ისიც რა არის ბრეჟნევი, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ყველას გვახსოვს კადრები, როგორ გამოდიოდა ტრიბუნებიდან ძლივს მეტყველებდა, მაგრამ გამოსვლის წინ უტარებდა თავის უკონტაქტო მასაჟს და შეეძლო ლაპარაკიც, მოძრაობაც და მე უკვე არა მარტო ბრეჟნევი, ლუშკოვი, რომელიც იყო მერი ქალა ისა მოსკოვის, ელცინი იყვნენ მაგისი ისინი რა ქვია მაგისი მაგასთან დადიოდნენ და ელცინთან იყო ძალიან აი ახლოს ერთხელ ვარ ჩასული თუ გახსოვთ იყო პუჩი აგვისტოს პუჩი და ვხედავ რომ იღებს ხურმილს და ურეკავს ელცინს და ელაპარაკება როგორც ახლა მე თქვენ ვერ დაგელაპარაკებით ბორინკა яжете мне говорила ну მოკლედ და აი ესე ну აი შინაურულად აი სასწა ეს კარი იყო ნამდვილად სასწაული მე გავაგრძელებდი იქიდან რომ მარტო ძალიან ყურადღებიანი იყო განსაკუთრებით თავისი მეუღლის ახლობლების მიმართ მე გავიხსენებდი დედაჩემის მონაყოლს როდესაც ჯუნას ეს ფენომენი გამოჩნდა ამ ნათესები მოდიოდნენ ხოლმე რომ მიყოლოდა რა დედაჩემი და იქ რიგები იყო და ერთი ქალბატონი დამხმარე იყო ამის რეგულირების და დედაჩემი იყვებოდა რომ მივდიოდი ხოლმეო მეუბნებოდი რომ უთხარ ლევანზე და მოსულიო და რო შეეწყობდნენ გამოვიდა და კიბეზე და ლევანაზე და გამოუშვით ორიგოდო ეს ყურადღებით იყო და კიდე საინტერესო მომენტი არის ისა რომ როდესაც ეს თვისება გამჟღავნდა ჩემი მასწავლებელი ედმუნდ კალანდაძე ჭრილვადე მხატვარი ომის დროს იყო სამხედრო მფრინავი გერმანელებთან ომის დროს და თვეში ერთხელ საშინელი თავის კივლები აწუხებდა და ვთხოვა რომ მიმყევიო რა იქნება მიშველოსო ჩამიტარო სეანსებიო და კარგი მივედით და მოხდა ისე რომ რამდენიმე სეანსის შემდეგ ამოასვენეს საკაცით ქალბატონი მისმა შვილებმა ვაჟკაცებმა ხო და გამოვიდა ჯუნა და უყვირა რატომ მოიყვანეთ და გეტუტუმენი რეგიონაკო მე წამოაყენეთ ბაბაო და წამოაყენეს ეს ქალბატონი და პასელი გას კანკალებდა რა გადმოადგინა ბიჭი 8 წელი იყო ჩავარდნილი ეს ქალბატონი ვერდადიოდი გადმოადგიო გადაიარა 1 2 და გაიარა ეხლა წაიყვანე და ხვალ მე მოვალო გაგიჟდა ხალხი აი ჩვენ თვალწინ მოხდა ორგანო ლეგენდების გარეშე დოკუმენტურად გიყვებით ამ ამბავს თქვენს ხართ ამის მოწმო ბატონო თქვენს ხართ ამის მოწმო ხო მე ერთი მომენტია კიდე რომ მივიოდი ხოლმე მაინტერესებდა ეს სფერო და სასაუბროდ და შეთანხმული ვიყავით რომ ნუ საღამოს 8 საათზე უნდა შევხედული ვიყავით მივედი და დააგვიანა თითქმის 1 საათი და ბოდიში მომიხატა მე ერთ ცნობილ მხატვართან ვიყავიო და მას ხელი უშეშდებოდა და სეანსებს უტარებოდა მე მაჩვენა თავისი ნამუშევრებიო და აინტერესებდა ჩემი აზრიო მე დავინტერესდი და რა სიტყვი მეთქი და ონი ხუდოშნიკო როგორ მეთქი კაცო ამდენი ლაურეატობა და წოდება და ისა და მე ტალანტი არ არის დაბადებული ეგო და რა სიტყვი მეთქი ნაშვიდიად მოდმეთქი он гениальный человек და რა ისე მეთქი მის ნამუშევრები ხარ გინახავს я вижу ауру თუნდაც ყველა ადამიანი თავისი ფერადი ზოგს წითელი ზოგს ცისფერი აი ეს საინტერესო ის აქვს ადამიანებს ეს აურა სხვა ადამიანებს ხო და გამიციება თქვენთან როგორი დამოკიდებულება გქონდა ჯონა დავითაშვილს პირადად ჩემთან ძალიან ახლო აი დაწებული დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან რომ გოგევნებით ამ სფეროში შესახებ მე სულ მაინტერესებდა და საუბრობდით ხოლმე ხშირად მედიოდი ბიზაშვილთან ალალი ბიზაშვილები იყვნენ მამა ჩემი და ირაკლი ბიზა ვიქტორის მამა ხო და გვერდიგვერდ ცხოვრობდით სიოში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ არის ხო და ძალიან ესეთი ამხრივ განსაკუთრებული ის ჰქონდათ კიდევ იმეორება მახსოვს კიდე ერთი ჩვენი ახლობელი საწყალი ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნე ჭირდა 23 წლის ბიჭი იყო
ომარი გელაშვილი და სთხოვეს დედაჩემს რომ იქნება მოვიდესო და რაღაცა უკანასკნელი იყო და მივიდა ჩაუტარა სეანსები, მაგრამ ცალკე უთხრა დედაჩემს რომ არ ეშველება მაგას არაფერიო. ესეთი ხოდა მე იქ რომ გადმოვიდა ახალი პატარა ძალი იყო, სულ დაასუფთა ისეთი შპალერები გააკრა, გამოოთახი ისე თავისი ხელი დააწყო, ძალიან აქტიური ქალბატონი იყო რა. ეს არის ის დოკუმენტური მომენტები, რომელიც